მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის მორიგ პოდკასტს, რაც თავის მხრივ ეძღვნება პაციენტთა მეტინფორმირებულობას, რომ დროულად მოხდეს დაავადება და დიაგნოსტირება და ეფექტიანი მკურნალობა. წარმოგიდგენთ ბატონ დავით ყარსიმაშვილს, რომელიც გახლავთ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქვს უდიდესი გამოცდილება ონკოგინეკოლოგიაში, ქირურგიაში და უდაოდ არის უბადლო ქირურგი, გინეკოლოგი და სანდო კოლეგა. ბატონო დავით, გამარჯობა. გამარჯობათ. მეც წარმოგიდგენთ ქალბატონი ქეთევან ჯინჯოლავა. მადლობა. ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ექიმი, გინეკოლოგი, ქირურგი, ენდოვიდეო ქირურგი. მე და ქალბატონი ქეთევანი დაახლოებით უკვე 10 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ამ 10 წლის განმავლობაში მუდმივად ქონდა ხოლმე გადაკვეთა საოპერაციოებში, ოღონდ სხვადასხვა კლინიკის ბაზაზე. როდესაც 2024 წლის მაისის თვიდან ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გადავიდა ახალ მისამართზე, მე და ქალბატონი ქეთევანიც იმ დღიდან ერთ სივრცეში ვმუშაობთ. ზოგადად მაინტერესებს ქალბატონო ქეთევანი, რატო გადაწყვიტეთ ქირურგობა, იმიტომ რომ ქალისთვის ქირურგობა ეს არ არის მარტო პროფესია. იმიტომ რომ ძალიან რთულია და საკმაოდ რთულია. ამ შეკითხვას არ ველოდი რომ ასე დავიწყებდით ჩვენ ამ საუბარს, მაგრამ საინტერესო შეკითხვაა. ზოგადად ეფექტიანი მკურნალობა, სწრაფი ეფექტიანი მკურნალობა არის ამოსავალი წერტილი და ქირურგიაში გაცილებით უფრო მეტი საშუალება გაქვს რადიკალური ღონისძიებები აწარმოო და დაავადებასთან მიმართებაში სრულად გქონდეს, ასე ვთქვათ, იმის განცდა, რომ მოიცავი პათოლოგია ბოლომდე და მოახდინე სრულყოფილი მკურნალობა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ჩემი мотиваცია, რომ გამختارიყავი ქირურგი. გარდა ამისა, რაღაცნაირად უფრო მომწონს, ასე ვთქვათ, ხელის საქმე და ამასაც ვთვლი, რომ გარკვეული ხიბლი აქვს ქირურგიას თავის მხრივ, რომ ყოველდღიურად ვმუშაობ, ავითარებ შენ შესაძლებლობებს, დელიკატური მოძრაობების ცდილობ, რომ დაავადებასთან კონდეს უფრო მეტი შემხებლობა და სრულყოფა. თუმცა კონსერვატიულ მართვას ძალიან დიდი როლი ენიჭება თავის მხრივ გინეკოლოგიაში და აი ჩვენ ქირურგებს ძალიან მკაცრად გვაქვს ხოლმე ეს განსასაზღვრი, როდის ჩავერიოთ, როდის კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობა მაქსიმალურად ამოვწუროთ, სად გავაკეთოთ არჩევანი დროული და ქირურგიულსა და კონსერვატიულ მკურნალობას შორის და გარკვეულწილად ესეც არის, როდესაც ორივე პრაქტიკა გაქვს ადამიანს, ანუ არა მხოლოდ ქირურგიულად მუშაობ, არამედ კონსერვატიულად ამბულატორულ მიღებებზე პაციენტებთან ყოველდღიურად ხარ, ეს ძალიან გეხმარება დაავადებას კეთილსინდისიერად და სრულყოფილად განიხილავდე და მკურნალობდე და იცოდე სად გაჩერდე, სად გააგრძელო და სად გადახვიდე რადიკალურ მეთოდებზე. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ეს. თქვენთვისაც ასე ვფიქრობ და ჩემთვისაც მე ბავშვობიდან მინდოდა ქირურგობა და ეს ჩემი ოცნება შედგა, ასრულდა. უბრალოდ მე მინდა რომ თქვენს მიმართ პატივისცემა გამოვხატო, იმიტომ რომ განსაკუთრებით ქალბატონისთვის, დედისთვის ძალიან რთულია ამ საქმის შესრულება, რადგანაც ჩვენი ქირურგების საქმიანობა არ სრულდება მარტო საოპერაციოში და ჩვენი დღე საოპერაციო დღით არ მთავრდება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც სახლში გვაქვს, ჩვენ ელემენტარულად არ აგვაქვს იმის უფლება, რომ ხშირად მოვდუნდეთ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ტელეფონის ზარი გაისმას და ჩვენ ისევ მოგვიწიოს საოპერაციოში შესვლა და გარდა ამისა, ის გაკეთებული ოპერაცია იმ პაციენტზე ფიქრი იწყება უკვე საოპერაციოს კარის დახურვის შემდეგ. სანამ გამოჯამთელდება პაციენტი და მას გაწერს სახლში, ისე რომ მას პრობლემა არ ქონდეს. მე თქმა უნდა და ეს პერიოდი, რაც უკავშირდება პაციენტის საოპერაციოში შეყვანამდე, მის მერე მართვა და ასე ვთქვათ, მთელი ეს ემოციური ტვირთი, რაც ჩვენ გვაქვს, გარკვეულწილად სახლში მეგობრებთანაც თუ გვაქვს ამის საშუალება და დრო რომ გქონდეს კონტაქტი მეგობრებთან, მუდმივად თან დაგყვება და მართალია გითხრათ, ამაში ცუდი არაფერი არ არის.
იმიტომ რომ ყველას აქვს თავის საფიქრალი და ჩვენი საფიქრალი პაციენტები არის და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის და პირიქით გვეხმარება იგივე შვილებთან ურთიერთობაშიც რომ ხედავენ რომ ასწავლობენ რაღაც გარკვეულწილად არის რა ზრუნველობა რაც არის გამოხატული ირგული მეტად სწავლობენ ბავშვები ამას რომ სხვაზე იფიქრონ სხვის ჯანმრთელობაზე იფიქრონ და სხვის სხვა ადამიანების მათ რო უფრო მეტად მარგი იყვნენ ამას ფიქრობენ და მე მაინც ალბათ ვიტყოდი რომ მე მყავდა ბაბუა ქირურგი რომელიც არასდროს არ მინახავს და იმიტომ რომ გარდაიცვალა ძალიან ადრე დედაჩემიც რო პატარა იყო მაშინ და ვფიქრობ რომ ეს ქირურგიული რაღაცა ინტერესი ალბათ ქვეცნობიერად კი არა და გენეტიკურად იყო დეტერმინირებული მისგან და კონსტანტინე ქარჩევა იყო ქირურგი რომელიც ალბათ დამიტოვა ეს კოდი ამიტომ ვარ ქირურგი დღეს კარგი ქირურგი. მადლობა. აბა თუ კიდევ რომ გადავიდეთ თვითონ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ძირითადი მიმართულება ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, თუმცა ახალ ლოკაციაზე გადასვლის შემდგომ კლინიკა გაიზარდა, გახდა მრავალპროფილური, ანუ კლინიკაში ფუნქციონირებს გინეკოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური, ქირურგიული დეპარტამენტები, ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი, რადიოლოგიური განყოფილება. ეს რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის ექიმებისთვის ამას რა აქვს პლუსი, რომ ჩვენ გვეხმარება მრავალპროფილურ კლინიკაში ქირურგები, ექიმები უფრო მეტად ვიზრდებით. რასაკვირველია. ამიტომ გვაქვს საკმაოდ კარგი, ძლიერი სამიანო განყოფილება. გინეკოლოგიაც პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ქირურგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იმიტომ რომ სანამ ჩვენ კარგად ვიცით, სანამ მუცლის ზრუში შეხვალ და მიხვალ შენ თანაშნულების ადგილამდე საშულოსნომდე, ის გზა გასავლელია. შესაბამისად, ესეთი მომიჯნავე პროფესიები როგორც ქირურგია, უროლოგია, რომელიც ესეთი საკმაოდ მძლავრი და კარგი განყოფილება, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი კომფორტია. ჩვენ ქირურგები ვართ და აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ ჩვენი დღევანდელი თემაც იმ პათოლოგიებს შეეხება, რომლის მკურნალობაში გარკვეულწილად შეიძლება ქირურგიული ჩარევა დაგჭირდეს. განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევანს განსაკუთრებით ახლო საქმიანი ურთიერთობა აქვს ინვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტთან. არის ისეთი პათოლოგიები, საშვილოსნო ზღვრში და პათოლოგიები, რომლის მკურნალობა თუნდაც ქირურგიული საკმაოდ აქტუალურად ერთვებით ამ საკითხში და ხშირად გიწევთ დახმარება. მოდით დავიწყოთ ის მარტივი შემთხვევებიდან, ვთქვათ, რა არის ჰისტეროსკოპია, დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია და რა პათოლოგიების შემთხვევაში ვხმარობთ აღნიშნულ ჩარევას. დიახ. ძალიან სწორად იყო ხაზგასმული იმასთან დაკავშირებით, რომ მულტიპროფილურ კლინიკაში მუშაობა, რომელიც მრავალ დისციპლინებს აერთიანებს, პაციენტისთვის არის უფრო მეტი ეფექტური მკურნალობის შეთავაზების საშუალება. ბოდიშით ჩვენ გქონდა ესეთი შემთხვევა, ეს რატო არის კიდე მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვეულებრივ გეგმიურ კონსულტაციაზე იყო ორსული, მოსული და კონსულტაციის სანამ ექიმს ელოდებოდა, ამ დროს მოხდა პაციენტის ნაადრევი აცლა და სისხლდენა. ეს რო ყოფილიყო ცალკე რომელიმე ამბულატორიაში ამ პაციენტის ახალშობილის ბედი როგორც არ იმართებოდა არავინ არ იცის, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ძალიან სწრაფად მობილიზდა საოპერაციო რეანიმაციული გუნდი და როგორც დედა, ისე ახალშობილი კარგად არიან და ეს გარკვეული დროის შემჭიდროებულ მონაკვეთში მოხდა ამის მართვა. ამიტომ ამ მულტიპროფილობას ეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ალბათ აქვს ბოდიშით. არა, რასანებთ პირიქით, აი ზუსტად ეს არის პაციენტისთვის ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ ეფექტიანი მკურნალობის ერთ-ერთი პირობა და უმნიშვნელოვანი პირობა, რომ პაციენტს ჩვენ განვიხილავთ რაღაც განგრძობითად და ერთმანეთთან კომუნიკაციით დეპარტამენტები განვაპირობებთ იმას, რომ ინფორმირებ ერთმანეთთან კონტაქტის საფუძველზე ექიმი დეტალურად განიხილავს პაციენტის ისტორიას. შესაძლებელია, რომ ამბულატორიის ექიმი დაესწროს ქირურგიას და მეტად აღიქვას გარკვეულწილად თუ რასთან აქვს საქმე. აი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნაყოფობთან მიმართებაში და როგორც ჩვენი სამედიცინო ცენტრის ყველაზე წარმატებული დეპარტამენტი ინვიტრო განაყოფიერება, ზუსტადაც ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობს ქირურგიულ გუნდთან, როგორც თქვენ ბრძანებთ, აი ხშირად არის საჭირო უნაყოფობის დიაგნოსტირება
არის საშუალოსნოს ღრუში და პათოლოგიების გამო, როგორც არის პოლიპი, სუბმუკოზური მიომა, თვითონ საშუალოსნოს ძგიდე ან რაიმე თანდაყოლილი ანომალია, რომელიც თავის მხრივ საჭიროებს მეტროპლასტიკას, გარკვეულწილად საშუალოსნოს ღრუს მოცულობის გაზრდას ან პოლიპის ლიკვიდაციას შემდგომი ორსულობის დადგომის გარანტიისთვის. შესაბამისად, ხშირად ხდება ჩვენი გადაკვეთა და ერთი პაციენტისთვის შეთავაზება სერვისის სრული, რომ მაგალითად თუ ქირურგია არის საჭირო უნაყოფობაში, წარმოდგენილი იყოს ეს სრულყოფილად ლაპარასკოპიული მეთოდით დიაგნოსტირების, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც ხშირია მეორადი უნაყოფობის შემთხვევაში და კოლაბორაცია არის ცალსახად ეფექტიანი. პაციენტი ერთ სივრცეში განგრძობითად ექიმების კომუნიკაციით იღებს სრულყოფილ სერვისს, რაც მას სჭირდება ასეთი პრობლემის მოგვარებისთვის, რაც ემოციურადაც საკმაოდ სენსიტიური არის უნაყოფობა პაციენტებში და მეტი იმედი არის და მეტი გარანტია არის დადებითი ეფექტის მიღებისთვის. ასევე ჩვენ, რადგან ძირითადად ჟორდანია სამედიცინო ცენტრი რეპროდუქციული ისტორიულად რეპროდუქციული ინტერესით გამოირჩეოდა ყოველთვის და შვილოსნობასთან დაკავშირებული თემები ყოველთვის ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში იყო წარმოდგენილი როგორც უპირატესი მიმდინარეობა. ჩვენი ქირურგიული აქტივობებიც ყოველთვის გულისხმობს მაგალითად საკვერცხების ფუნქციური რეზერვის შენარჩუნების უდიდეს ინტერესს და იგივე საკვერცხებთან დაკავშირებული ისეთი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ასევე ენდომეტრიოზები, რომელიც საკმაოდ რთული პათოლოგიაა თავისი გამოვლენით, ცხოვრების ხარისხის გაუარესებით, ტკივილის სინდრომით, რაც პაციენტებში ყოველდღიურობას ართულებს და უფუჭებს ცხოვრების ხარისხს. აი მაშინ მოხდეს ქირურგიული ჩარევა ისე, ჯერ კონსერვატიული მიდგომა იყოს სრულყოფილად განხილული, როდის ჩავერიოთ, განსაზღვროთ, რა მკაცრი ჩვენებებით ვიხელმძღვანელოთ და შემდგომ უკვე თუ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა, რამდენად დელიკატურად ვიმუშაოთ საკვერცხების ოვარიალური რეზერვის, ანუ მისი ფუნქციური რეზერვის შენარჩუნებისთვის და ნამდვილად ჩვენი აპარატურაც გვაძლევს საშუალებას იმას, რომ ასე ვთქვათ, თამამად ვიყოთ ამ კუთხით, რომ პაციენტის წინაშე ქირურგიული რადიკალიზმი დაცული იყოს ფუნქციური შენარჩუნების მაღალი გარანტიის ხარჯზე. და ამით ნამდვილად მე როგორც ექიმს, ქირურგს ძალიან მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიმუშაო ასეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში და ეს გარანტია და სიმშვიდე მქონდეს, რომ მინიმუმ ეფექტი მიღწეულია მინიმალური ზიანის ხარჯზე. გარანტია და სიმშვიდე არის უპირველესად პაციენტის სიმშვიდე, ისევე როგორც თქვენი ალბათონო კეთევან. მე მინდა ვთქვა, რომ ეს თუნდაც მცირე ქირურგიული ჩარევები, რომელსაც ჩვენ ვეძახით, ჰისტეროსკოპია, ჰისტეროეზექტოსკოპია, მე მინდა შევაქო ალბათონო კეთევანი, რომ ალბათონო კეთევანი ფლობს ყველა იმ ქირურგიულ ტექნიკას, რომ პაციენტმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ. ეს მითო მოვაყოლე ამ თემას, რომ თუნდაც მცირე ჩარევა შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს. ყველა ჩარევას აქვს გარკვეული გართულებები, ამიტომ ექიმისთვის მთავარია, რომ ამ გართულებების მოვლა შეძლოს. აქედან გამომდინარე, ყველა ის აპარატურა, თანამედროვე აღჭურვილობა, ის ბაზა ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ჩვენს და პაციენტებსაც აძლევს ამის საშუალებას, რომ თავი იგრძნოს წყნარად და მშვიდად. დიახ, და რა თქმა უნდა, ჩვენი ანესთეზიოლოგიური სამსახურიც არის გარანტია იმის, რომ ყველა სიტუაცია ნამართი იყოს, რაც შეიძლება მოხდეს როგორც სამეანო ურგენტულ სიტუაციებში, ასევე ქირურგიასთან მიმართებაში და ეს ძალიან დიდი ბერკეტი არის კლინიკის ეფექტიანი მუშაობისთვის, პაციენტის უსაფრთხოებისთვის და ნამდვილად დასაფასებელია ის შრომა, რასაც ანესთეზიოლოგიური გუნდი მუდმივ ყოველდღიურობაში მიმართავს ხოლმე და ეს გარანტია არსებობს ჩვენ კლინიკაში ცალსახად. ასევე ძალიან საინტერესოა უროლოგიურ გუნდთან თანამშრომლობა. ბატონო დავით, თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? უროლოგიურ გუნდთან თანამშრომლობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ გინეკოლოგებს გვყავს ისეთი პაციენტები, რომელიც შეუძლებულია ძალიან მჭიდრო დგას უროლოგიურ პათოლოგიებთან. როდესაც ქალბატონს უფრო სასაკოვან ქალბატონებში აღინიშნება საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევა, პროლაფსი, რომელიც ყველა შემთხვევაში არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა როდესაც საკმაოდ მძიმე ხარისხით არის გამოხატული,
მაშინ გვიწევს ასეთი პათოლოგიების ქირურგიული გზით მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად როდესაც ქალბატონი თავიდან მოგმართავს, მას არა აქვს არანაირი უროლოგიური ჩივილი, ზოგჯერ აქვს შარდის შეუკავებლობა, შეკავება პირიქით, მაგრამ როდესაც ოპერაციას გააკეთებ და პირობითად ეს ყველა ანატომიური სტრუქტურა უბრუნდება თავის ანატომიურ მდებარეობას, დაახლოებით 15-20%-ში შეიძლება მერე დაეწყოს აღნიშნული ჩივილები შარდის მხრივ. მაგრამ პაციენტისთვის თავარია, რომ სერვისი მიიღოს სრულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვიწევს ჩვენ კოლეგებთან ერთად, ჩვენც საკმაოდ ხშირად შარდის შეუკავებლობის გამო ასეთი ოპერაციების ჩატარება. და შესაბამისად პაციენტი იღებს სრულ სერვისს და ეწერება ბინაზე კმაყოფილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, რომ ეს კითხვა მქონდა, რომ ჩამოვაყალიბეთ, რომ ყველა სახის თქვა თუნდაც მცირე საკვერცხის მცირე წარმონაქმნებს, კისტებს არ ჭირდება ოპერაციული ჩარევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვერცხის შემოგრეხა, როდესაც ადრე ძალიან ხშირად ეს პათოლოგია ძირითადად ვითარდება ძირითადად ახალგაზრდა რეპროდუქციულ ასაკში და ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ ქირურგი კვეთავდა მთლიანად დანამატს და შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვწირავთ პაციენტს უშვილობაზე. თუმცა მიდგომები შეიცვალა. აი რას გვეტყვით, თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ პათოლოგიების მკურნალობაში, რას გვეტყვით ამის შესახებ? ყველა შემთხვევაში არის კი საჭირო ასეთი რადიკალური არა საკვირველია. ზოგადად урგენტული გინეკოლოგია ცალკე ხიბლია. და მე როგორც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ უდიდესი საქმე კეთდება გინეკოლოგების მხრიდან, როდესაც პაციენტები შინაგანი სისხლდენით ხვდებიან ემერჯენსი დეპარტამენტებში, როგორც არის საკვერცხის კისტის გასკდომა, მასთან ასოცირებული შინაგანი სისხლდენა იქნება, გარეორსულობასთან დაკავშირებული შინაგანი სისხლდენა იქნება, ეს საკვერცხის შემოგრეხვასთან დაკავშირებული მწვავე ტკივილის სიმპტომი იქნება. მოკლედ ეს სიმპტომები საკმაოდ საყურადღებოა ხოლმე და ზოგადად სხვა კლინიკებში ემერჯენსი სერვისი, რა თქმა უნდა, განაპირობებს ისეთი სავალალო პათოლოგიების სწრაფ მკურნალობას, როგორც მაღალ ლეტალობასთან არის ასოცირებული. და ანუ შინაგანი სისხლდენა ეს თავის მხრივ არის მაღალი რისკის მდგომარეობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენს კლინიკაშიც ასევე ხდება, რა თქმა უნდა, урგენტული სერვისიც, როდესაც პაციენტის დიაგნოსტირება ხდება ამბულატორიულ სექტორში, გარეორსულობა იქნება ეს საკვერცხის შემოგრეხვა, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ კისტის რუფსტურასთან ასოცირებული შინაგანი სისხლდენა, პაციენტი დაუყოვნებლივ ხდება საოპერაციოში. რაც შეეხება საკვერცხის შემოგრეხვას, რა თქმა უნდა, ადრე იყო ეს მიდგომა, რომ რისკები დაუყოვნებლივ ხდებოდა შემოგრეხილი საკვერცხის ლიკვიდაცია, რომ რისკები თრომბოემბოლიის მაღალი იყო, ასე განიხილებოდა ნეკროზული ქსოვილის ვითარდება შემოგრეხვის დაყოვნებული შემოგრეხვის შემთხვევაში განაპირობებდა ქირურგთა მაქსიმალურ რადიკალიზმს. ეხლა ვფიქრობ, რომ ეს კარგად მოგვარდა ეს საკითხი და მეტად თამამები არიან ქირურგები საკვერცხის შენარჩუნებასთან მიმართებაში და დღევანდელი მოცემულობით, რა თქმა უნდა, დროულად შევიდეს პაციენტი საოპერაციოში საკვერცხის შემოგრეხვის ეჭვთან დაკავშირებით, როგორც კი ჩნდება, ასე ვთქვათ, ეჭვი საკვერცხის შემოგრეხვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც მოგვეხსენება, საკვერცხის შემოგრეხვას შემდგომ უკვე დაყოვნებლად ახასიათებს მისი ქსოვილის ნეკროზი და დესტრუქცია შეუქცევადი, რადგან მისი მკვებავი სისხლძარღვები ამ შემოგრეხვის პროცესში, ასე ვთქვათ, კეტებიან და პერფუზია სისხლმომარაგება საკვერცხის წყდება და მასთან ასოცირდება უკვე დაყოვნება, უკვე უდრის შეუქცევადი პროცესების განვითარება საკვერცხეში. თუმცა დღეს უკვე მოწოდებული არის, რომ როდესაც ჩვენ მოვახდენთ დეტორსიოს, ანუ მისი პოზიციის დაბრუნებას ნორმოპოზიციურად ქირურგიული გზით, ანუ ესეთი მიდგომაც არსებობს, რომ თუ არ ჩამო, ანუ თვით არ ლიკვიდირდა საკიდიოგებიდან დანამატი
ავტომატი ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ ის დავტოვოთ, რა თქმა უნდა არსებობს რისკი იმის რომ მაინც გახდეს შემდგომი პაციენტის საოპერაციო, მაგრამ ჯობია გავრისკოთ და ჩვენ რა თქმა უნდა პაციენტს ამას დეტალურად ვუხსნით რომ საკვერცხის ფუნქციური შენარჩუნებისთვის რაც მის ცხოვრებაში მანძილზე რეპროდუქციული ასაკის გათვალისწინებით დასჭირდება, რასაკვირველია, ვუხსნით რისკებს რომ ამის ალბათობა მინიმალურია რომ დაგჭირდეს რევიზია. ჩაგერთვებით ეს რისკებიც პირობითია, იმიტომ რომ პაციენტი ამ დროს არის კლინიკაში, შესაბამისად მისი კონტროლი ხდება და აქ ისეთი ლაფსუსი რომელმაც შეიძლება მისი ცოცხლის საფრთხე შეუქმნას პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომ ამ ჩვენ პირობითად გარისხვას შეიძლება მოყვეს ის რომ შეუნარჩუნოთ საკვერცხე პაციენტს. და ესე მომხდარა არ ყოფილა პრაქტიკა იმის უკვე 12 წლიანი ურგენტულ ქირურგიაში მუშაობის ჩემი პირადი პრაქტიკიდან რომ დამჭირვებოდა მაგალითად კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში ლაპარასკოპიის ჩატარება და უკვე ლაპარასკოპიით ვაკეთებ. რასაკვირველია ლაპარასკოპიით ხორციელდება როგორც წესი საკვერცხის შემოგრეხას ძირითადად განაპირობებს ის მას ეფექტი რაც მასში ვითარდება ხოლმე ეს უკავშირდება კისტების წარმოქმნას და აი ამ სიმძიმის წერტილის ცვლილებით ხდება უკვე მოცულობითი საკვერცხის შემოგრეხა და რა თქმა უნდა ეს ყოველთვის გულისხმობს ხოლმე რომ იმ მოცულობითი სტრუქტურის ლიკვიდაციას ანუ კისტა შეიძლება იყოს ფუნქციური კეთილთვისებიანი წარმონაქმნი თუ შემდგომ უკვე ონკოლოგიური ინტერესის მქონე რა თქმა უნდა შორდება ის მასა რაც იყო მიზეზი შემოგრეხვის ძირითადად და საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი ამ წარმონაქმნისგან დამოუკიდებლად რჩება შემდგომ ის რა თქმა უნდა გაივლის თავის ფაზებს ანუ პერფუზიის აღდგენამდე ქსოვილოვანი იშემიის მოხსნამდე და ნელ-ნელა საკვერცხე უბრუნდება თავის ზომებს და ჩვენ ამას ეხოსკოპიურად შემდგომ ვაკონტროლოთ და პაციენტი პრაქტიკულად საკვერცხე შენარჩუნებული ეწერება ბინაზე და ეს ნამდვილად არის საშუალება რომ მივცეთ პაციენტს თავისთავად. გავადანო კიდევ საინტერესოა თქვა თქვენ ბრძანეთ ენდომეტრიოდული კისტების შესახებ. ყველა შემთხვევაში არის კი ენდომეტრიოდული კისტა საოპერაციო კითხვა, ანუ სად არის ის ზღვარი, როდესაც ქირურგმა უნდა გადაწყვიტოს და გადაჭრას, რომ აქ ამ შემთხვევაში ჩავერიოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა, განსაკუთრებით საკვერცხეზე, რაც არ უნდა კარგი ქირურგი იყოს, ბევრი ოპერაცია ქონდეს გაკეთებული და ძალიან დელიკატურად აკეთებდეს ამ ოპერაციებს, ეს მაინც აზიანებს საკვერცხის ჯანსაღ ქსოვილს და ჩვენი, როცა საკვერცხეებზე ვაკეთებთ და დანამატებზე ოპერაციას, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ახალგაზრდა გალბატონებში შევინარჩუნოთ საკვერცხის რეზერვი. ამიტომაც საინტერესო იქნება ეს კითხვა, რომ როდის არის ის ზღვარი, როდესაც ვფიქრობთ, რომ აქ უკვე საჭიროა ქირურგიული მკურნალობა ენდომეტრიოდული კისტების შემთხვევაში. დიახ, ენდომეტრიოზი როგორც დაავადება თავის მხრივ ძალიან საინტერესო მოვლენა არის მედიცინაში, ანუ თითქოს ესეთი პრობლემა, რომლის წარმოშობაზეც ძალიან გვიჭირს ხოლმე საუბარი, თუ რატომ ხდება გარკვეული უჯრედთა განვითარება სადღაც სხვა კერაში, ხო? და ენდომეტრიოზი სწორედ ეს ის დაავადება, როდესაც საშუალო ლორწოვანი შრის უჯრედები ექტოპიურად განვითარდებიან სადმე სხვაგან და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი მათი დისლოკაციის არის საკვერცხის ქსოვილი და საკვერცხის ენდომეტრიოიდული წარმონაქმნები. თუმცა ენდომეტრიოზი ამით არ მთავრდება როგორც დაავადება და პირველი ჯერ თვითონ საშუალო კუნთოვან შრეში განვითარება ამ ენდომეტრიოიდული ჰეტეროტოპიების თვითონ დაავადება ადენომიოზს გულისხმობს და სადმე სხვაგან უკვე განვითარებას მინჯის ფსკერზე თუ ასე შემდგომ, რა თქმა უნდა არსებობს იშვიათი ფორმები ენდომეტრიოზის, როგორც შეიძლება იყოს თვალში, პერიკარდიუმში და სხვა მიდამოში, მაგრამ რადგან საკვერცხეებზე ვსაუბრობდით და კონკრეტულად ქირურგიული მკურნალობის მეთოდებზე, თავის მხრივ ენდომეტრიოზი როგორც პროგრესული დაავადება, რომელიც ვითარდება რეპროდუქციულ ასაკში და ვიდრე რეპროდუქციული ასაკის დასრულებამდე, ანუ მენოპაუზამდე ის პროგრესირებს, ჩვენ ამ დაავადებას განვიხილოთ განგრძობითად, რა თქმა უნდა და პაციენტსაც ვესაუბრებით, რომ სამწუხაროდ სანამ რეპროდუქციული ასაკი არსებობს, ჩვენი რადიკალური მკურნალობის მეთოდები არ გვაქვს. შესაბამისად, ქირურგიულ ტაქტიკასაც მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით განსაზღვრავთ. რა თქმა უნდა, საკვერცხის ოვარიალური რეზერვის შენარჩუნებისთვის ეს ერთი და ასევე, რომ შემდგომ არ იყოს მრავლობითი ქირურგიული ჩარევის საჭიროებები პაციენტთან. ხო, ანუ შესაძლებელია ვიღაცას რეპროდუქციული ინტერესი მოლეული აქვს უკვე
ცხოვრების მანძილზე, მაგრამ რასაკვირველია არ არის სასურველი 2-ჯერ, 3-ჯერ რომ მას ქირურგიული ჩარევა ყველა დასჭირდეს. შემდგომი ჩარევა ტექნიკურად სირთულეს წარმოადგენს, გართულების მაღალ რისკს შეიცავს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები გვაქვს, რა თქმა უნდა, რასაც გვთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ჩვენ ამ გაიდლაინებითაც სარგებლობთ, ხო? თუ ვიმსჯელებთ არსებობს გარკვეული კონკრეტიკა ზომებთან მიმართებაში, როდის უნდა ჩავერეთ, მაგრამ პირველი და წამყვანი არის სიმპტომი, თუ რა სიმპტომით არის პაციენტი წარმოდგენილი და რა ეფექტს მივახციეთ ჩვენ კონსერვატიული მკურნალობის შემდგომ. ანუ თუ ჩვენ გამოვიყენეთ საშუალებები ენდომეტრიოზის საწინააღმდეგო, რომლის ფონზეც არ მოხდა პაციენტის სიმპტომური გაუმჯობესება, რაც გულისხმობს მენსტრუალურ ასოცირებულ ტკივილს, სქესობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაც უფუჭებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ან პაციენტთან ხდება რეციდიულად, ანუ მწვავე მუცლის კლინიკის განვითარების შემთხვევები და თუ ანამნეზს ვკრებთ, ირკვევა, რომ პაციენტი არაერთხელ მომხვედრილა ემერჯენსი დეპარტამენტში მენსტრუაციის ირგვლივ პერიოდში და ასევე წარმოდგენილი არის საკვერცხეების სახით მას ეფექტი ენდომეტრიომები, რომლის ზომები აღემატება 5 სანტიმეტრს და მეტრს, ასე ვთქვათ. და შემდგომ უკვე ხდება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამოხატული. მაგრამ პირველი და ამოსავალი წერტილი ენდომეტრიოზის შემთხვევაში ყოველთვის უკავშირდება ენდომეტრიოზის კონსერვატიულ მართვას, რაც გულისხმობს შესაბამისი პრეპარატის შერჩევას, როგორც არის ბაზარზე წარმოდგენილი ანტიენდომეტრიოიდული მკურნალობისთვის და მისი ასე ვთქვათ, არასაკმარისი ეფექტი ზომებთან რედუქციასთან მიმართებაშიც და სიმპტომურ გაუმჯობესებასთან რედუქციაში თუ ვერ იქნა მიღწეული, მხოლოდ ამის შემდგომ შედის პაციენტი საოპერაციო ბლოკში. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვირჩევთ ხოლმე სხვა ტაქტიკებს, რა თქმა უნდა, ვცდილობთ საკვერცხის კაფსულა გამოვყოთ ჯანსაღი ქსოვილისგან, რა თქმა უნდა, დელიკატურად და მხოლოდ მიზნობრივი დიათერმიით მოხდეს საკვერცხის ჰემოსტაზი, ეგრეთ წოდებული. ალბათ ჯობია ცოტა იყოს სისჩვენვა ვიდრე საკვერცხის ქსოვილი რა თქმა უნდა, საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილის რეზერვი აღარ დარჩეს. რეზერვი აღარ დარჩეს და ზუსტად ენდომეტრიოზების რეციდიული შემთხვევები წარმოადგენს, ასე ვთქვათ, საკვერცხის ფუნქციის გალევის ძირითად მიზეზს. არსებობს და საკმაოდ ხშირად ენდომეტრიოზის გავრცელებული ფორმებიც, რომელიც ეს ინფილტრატი, ეს ანთებითი პროცესი, რომელსაც ენდომეტრიოზი იწვევს, გავრცელებულია დუგლასის ფოსოში. ეს არის მენჯის ფსკერზე, ეს არის საკმაოდ მცირე ფართის უბანი, სადაც ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორც ჩარცაცვეთები, სწორი ნაწლავი და ამიტომ ეს ქირურგია საკმაოდ რთული ქირურგია, ამიტომ ის როგორც მრავალჯერ აღნიშნეთ ჩვენ საუბრის დასაწყისში, ჩვენი მომიჯნავე განყოფილებებთან ერთად საკმაოდ თავამად შეგვიძლიათ აღნიშნული პათოლოგიის კი, რადიკალიზმი იყოს მეტად უსაფრთხოდ დაცული, კი ბატონო. ასეთ შემთხვევაში ჯობია ერთ მომენტად, გავრცელებული ენდომეტრიოზის შემთხვევაში ერთ მომენტად დაამთავრო ქირურგია, რადგანაც ყოველი შემდგომი განმეორებით ქირურგია ბევრად უფრო რთულია, ბევრად უფრო მაღალ რისკებს შეიცავს გართულებებს და შესაბამისად შედეგზეც ვერ გადიხარ ისეთზე, როგორცაც თავდაპირველად შეიძლება მიიღო ერთ მომენტად ჩარევის შემთხვევაში. დიახ, გეთანხმებით, ეს ნამდვილად დიდი კომფორტია ქირურგისთვის, როცა მულტიდისციპლინური მიდგომა არის. ანუ განსხვავებით ენდომეტრიოზისა, საკვერცხის სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევენ ქირურგიული დროის შერჩევისათვის. ამ შემთხვევაში მაგალითად თუ საუბრობთ ტერატომაზე, კეთილთვისებიან წარმონაქმნებზე, ცისტადენომებზე და ასე შემდგომ არ არის მწვავე, მაგრამ ასევე არ დაემორჩილა კონსერვატიულ მართვას. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო მცირე ზომის წარმონაქმნის ლიკვიდაციაზე მივდივართ, ეს გარკვეულწილად გამართლებულიც არის ხოლმე, იმიტომ რომ ანუ ჯანსაღი მაგალითად დერმოიდული ცისტების ზრდა განვითარება დინამიკაში, ესაც თქმა უნდა ჯანსაღი ქსოვილის ხარჯზე მიდის, ხომ? ცხადია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე უფრო თავამად შეგვიძლია შევთავაზოთ პაციენტს ქირურგიული მკურნალობა, როდესაც განცდაც გვაქვს იმის, რომ ამ შემთხვევაში რადიკალიზმი დაავადებასთან მიმართებაში დაცულია და დასრულდა ეს დაავადება, რა თქმა უნდა, ხო? განსხვავებით ენდომეტრიოზისა, რომელსაც იმის განცდა რომ დაავადება თავის მხრივ დასრულებულია, ვიდრე მენოპაუზამდე ეს განცდა ექიმსაც არ რჩება, ამიტომ ქირურგიული ტაქტიკის შერჩევა
ჩარევა, სხვა მიდგომა აქვს. ამ ენდომეტრიოზის შემთხვევაში სხვა მიდგომა აქვს, სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნებთან დაკავშირებით საკვერცხეზე თუ გვაქვს საუბარი კი. ყველაზე ფართოდ გავრცელებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნები გინეკოლოგიაში ეს არის საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა. ალბათ ყველაზე პროცენტული მაჩვენებლებით ოპერაციული ჩარევები ყველაზე ხშირ შემთხვევაში ამ პათოლოგიების დროს ხდება. თუმცა როგორც აღნიშნეთ, ყველა სახის ყველა კვანძოვან მიომას არ ჭირდება ჩარევა, ეს არ არის საოპერაციო. აქაც აქვს თავისი გარკვეული კრიტერიუმები, როდის უნდა ჩავერიოთ, არ გავაკეთოთ გიპერდიაგნოსტიკა და პაციენტს არ გავუკეთოთ რადიკალური ჩარევა. აი საშვილოსნოს კეთილთვისებიან სიმსივნეებს როგორც არის მიომა, რას გვეტყოდით? დიახ. აქაც წამყვანი სიმპტომია, ცხადია. ანუ თუ რას უკურნალობთ, ხო? ანუ ჩვენი მიზანი ხო ის არის, რომ გვესმოდეს რას უკურნალობთ. მიომასთან მიმართებაშიც ასევე მიომატოზური კვანძების ზრდა განვითარებაც ასევე არ არის კონტროლირებადი. ანუ შეიძლება ზომაში ინტენსიურად იზრდებოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე იყოს სტაბილური, ასევე მრავლდებოდეს და ასე შემდეგ. აქაც შესაძლებელია, რომ განმეორებითი ქირურგიის ჩვენება წარმოიქმნას. დიახ, კვანძები რა თქმა უნდა არ ქრება, ცხადია და ის შეიძლება გახდეს ქირურგიული ყურადღების საგანი, მაგრამ ამასაც აქვს თავისი დროის შერჩევა. თუ პაციენტის მიომური კვანძი ვითარდება საშვილოსნოს ღრუში, ეგრეთ წოდებული სუბმუკოზური მიომა, ის აუცილებლად მცირე ზომისაც კი უკვე სიმპტომურად საკმაოდ გამოხატულია, რაც სისხლდენებაში. ეს ჩვენება უკვე დიახ, ეს უკვე ჩვენება არის და ამ შემთხვევაში ჰისტოროსკოპიული მიდგომა, ანუ საშვილოსნოს ღრუსში და მიდგომით მარტივი, ასე ვთქვათ, ტაქტიკით არამუცელში და მიდგომით ხდება ამ კვანძის ისევე ლიკვიდაცია, როგორც ორგანოშემარჩუნებელის და ამ სიმპტომს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. იმის მიხედვით თუ რა ლოკალიზაციის არის კვანძი, ანუ თუ მის კუნთში ვითარდება, ძირითადად 5 სანტიმეტრამდე არ ხდება ჩარევა, თუ ასევე არ არის სიმპტომები გამოხატული. და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყურადღება ექცევა თუ რა ტემპი აქვს კვანძის ზრდას. თუ ხედავთ, რომ სამ თვეში დაახლოებით 35%-ზე მეტი გაიზარდა, ვიდრე იყო საკონტროლო ეხოსკოპიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება უკვე სხვა კუთხით ერთვება, რომ არ მოხდეს ძალიან რთული დაავადების, ასე ვთქვათ, მიმართ ყურადღების მოდუნება და ჩვენ შესაძლებელია გადაწყვეტოთ ქირურგიული ჩარევა, ასევე ორგანოშემარჩუნებელი კუთხითაც. გააჩნია რა ინტერესი აქვს პაციენტს. თუ რეპროდუქციული ასაკი თავის მხრივ გულისხმობს, რომ შვილოსნობა არის ინტერესი, ასე შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ კონსერვატიულ მიომექტომიებს, ისიც კიდევ ერთხელ ხას გაუსვავს ასოცირებულ სიმპტომთან, როდესაც უკვე ცალსახად ვიცით, რომ ეს კვანძი მაგალითად უნაყოფობის მიზეზი შესაძლებელია იყოს. ხო, ანუ რეპროდუქტოლოგთან შეთანხმებით ესეც ასევე გავლილი აქვს ის ფაზები და ნუ არ დადგა დაუშვათ. ეს საკითხი ძალიან კარგად შესაძლებელია, ზოგჯერ არ არის ყველა კვანძზე აუცილებლობა რომ ოპერაცია გააკეთო, იმიტომ რომ მცირე ზომის კვანძების ამოღების შემთხვევაში გართულებების რისკი ბევრად მეტია და შესაბამისად ის რო თქვათ დაურსულების სპონტანურად დაურსულების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდეს იზრდება. ამიტომ მაშინ შემთხვევაში თუ სიმპტომური არ არის, თუ სწრაფად არისდება, ალბათ ჯობია ქირურგებმა თავი დავანებოთ და თავი შევიკავოთ ჩარევის. ცხადია და აუცილებლად ესეც ძალიან ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ოპერაციას არ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ უბრალოდ კვანძი მოვაშოროთ. დიახ, ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ პაციენტს პაციენტის დაავადება ვმართოთ, როგორც სიმპტომური თვალსაზრისით და ასევე ფუნქციური თვალსაზრისით. შეუნარჩუნოთ მას რეპროდუქციული ფუნქცია. ალბათ მნიშვნელობა აქვს ასაქსას პაციენტის როგორც ბრძანეთ, იმიტომ რომ თქვა თუნდაც სუბმუკოზური კვანძი მენოპაუზაში, რომელიც არანაირ ჩივილს არ იწვევს, საერთოდ არ ჭირდება მას არანაირი ქირურგიული მართვა და შეგიძლია უბრალოდ კონტროლი დააკვირდე პაციენტს აკონტროლო. მენოპაუზაში სტაბილური ზომის მიომური კვანძები არ ექვემდებარება ქირურგიულ, მაგრამ მონიტორინგს ექვემდებარება. მონიტორინგი აუცილებელი, თუმცა ქირურგია არ ჭირდება. მაგრამ ასევე მენოპაუზაში ზრდადი მიომური კვანძები ცალსახად ჩვენება უკვე არა კონსერვატიული, ანუ ორგანოშემანარჩუნებელი ქირურგიული აქტივობის, არამედ
ზუსტად რადიკალური ჰისტერექტომიის, ანუ საშუალოსნოს ლიკვიდაციის ესეთი მიზეზი ხშირად ხდება ხოლმე ცხადია და ესეც რა თქმა უნდა ლაპარასკოპიული მიდგომებით ძალიან უმარტივებს პაციენტს პოსტოპერაციულ პერიოდს და დღეს უკვე ამ რისკად არ ღირს იგივე მენოპაუზაში არსებული მემატოზური კვანძების ზრდა განვითარება ან სიმპტომური გამოვლენა დროულ სწრაფ ლიკვიდაციის შემთხვევაში პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას გულისხმობს და ამ შემთხვევაში უფრო თამამები ვართ ხოლმე ქირურგიული გადაწყვეტილების მიღებაში. რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ ფიქრობ ქალის, ანუ ეს უკვე დამთავრებულია. ჩვენს ქირურგები უფრო ხელგაშლილები ვართ და შეგვიძლია მარტივად გადავწყვიტოთ თუ რაღაც ფერტილურ ასაკში რისკზე უნდა დავდოთ, უნდა დავაკვირდეთ მენოპაუზაში და პოსტმენოპაუზაში ეს გვეხსნება და შესაბამისად უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებებისკენ ვართ ხოლმე მიდრეკილი, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენების მიხედვით. რა თქმა უნდა. ბატონ დავით, ეხლა აუცილებლად უნდა გკითხოთ ერთი რამ. როგორც ონკოქირურგს თქვენი ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთული არის, ემოციურადაც, რა თქმა უნდა, ფიზიკურად, სულ საოპერაციოში ხართ. აი მაინტერესებს დღის ბოლოს რითი ახდენთ საკუთარი ემოციური სტატუსის, ასე ვთქვათ, რეაბილიტირებას. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ხართ ხოლმე საოპერაციოში, თავისი პერიტონეუმექტომიებით ეს რაღაცა უზარმაზარი ქირურგიული ჩარევა არის და მე აღფრთოვანებული ვარ თქვენ შესაძლებლობებით თუ რამდენად ხანგრძლივად, დელიკატურად, მშვიდად მუშაობთ ხოლმე პაციენტებთან და მე ეს პაციენტები ჩვენივრად ხვდებიან ხოლმე. ეს დიდი ქირურგიული ჩარევები რა თქმა უნდა ექიმისგან ძალიან დიდ როგორც ემოციურ, ესე ფიზიკურ შრომას მოითხოვს, იმიტომ რომ ჩვენ გვიხდება ზოგჯერ 6-7-8 საათი საოპერაციაში ყოფნა და ამ დიდი მასშტაბური ოპერაციების გაკეთება, იმიტომ რომ პაციენტს საოპერაციაში როცა შედიხარ, იქ პაციენტს ვერაფერს ვერ დააკლებ. ეს იქნება 1 საათი, 2 საათი, 5 თუ 6 არ გაგუფლება. უკვე ეს შენი ბრძოლის ველია და იმ ბრძოლიდან აუცილებლად გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. ისეთი შეკითხვა და ამისთვის რომ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის, რომ მე ყოველთვის მაქვს ამ დროის პრობლემა. ზოგჯერ ელემენტარულად ამ ხელად დიდი ოპერაციების შემდგომ ისრო დრო დაგჩეს და შენ თავს რაღაცა ივარჯიშო ამის ფუფუნება სამწუხაროდ დღეს არ აგვაქვს. ბავშვები ალბათ. მეუღლე ბავშვები. რაც შეეხება მოდით ჩვენ ვისაუბრეთ ამ კეთილთვისებიან წარმონაქმნებს. ალბათ უპრიანია რომ გადავიდეთ ავთვისებიან სიმსივნეებზე. თქვენ რატომ აირჩიეთ ონკოლოგია? ონკოლოგია ესე მკვეთრად გამოხატული რომ ონკოლოგია ამეთში არ ყოფილა. უბრალოდ როდესაც გადავწყვიტე რომ ქირურგი გამხდარიყავი, ქირურგი გინეკოლოგი, მაინც მინდოდა რომ ყველა ის ნოზოლოგიები დამეფარა, რომ სრულად შემძლებოდა ყველაფრის კეთება. ამიტომ თანდათანობით თან ისე მოიტანა ჩემაც ცხოვრებამაც, რომ ძალიან ახლო სადაც მუშაობდი კლინიკებში, ძალიან ახლო კონტაქტი მქონდა ონკოლოგიურ დაავადებებთან და აქედან გამომდინარე მეც შევდექი როგორც ონკოქირურგი. თუმცა მაინც ალბათ ძალიან კარგია რომ ეს გინეკოლოგიურ დაავადებებს მივიყვანთ იმ ფაზამდე, როდესაც ესეთი დიდი და მასშტაბური ჩარევები გვჭირდება, იმიტომ რომ საბედნიეროდ დღეს არსებობს ის გარკვეული კვლევის მეთოდები, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება საწყის ეტაპებზე უმკურნალოთ გარკვეულად ძალიან მცირე ჩარევებით და არ დაგვჭირდეს შემდგომ ესეთი რადიკალური ოპერაციების კეთება. და რას ფიქრობთ, რატო ხდება ეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საშუალებები რაც არსებობს განვითარებულ ქვეყანაში, მსოფლიოში ინფორმაციასთან წვდომას მაქვს საუბარი. მიუხედავად ამისა, რომ პაციენტები აგერ ინტერნეტში ძალიან ბევრი ინფორმაციას მოიძიებენ, სხვა კლინიკებიც არაერთ გზის გამოდიან სკრინინგ პროგრამებს გვაცნობენ, იქიმები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ პრევენცია არის წამყვანი მედიცინაში. ამის მიუხედავად საკმაოდ შორსწასული ფორმები გვხდება და აი თუნდაც ჩვენი ბოლო 1 კვირის სტატისტიკას თუ გავივლით და ის კლინიკური შემთხვევები რაც აი
მაგალითად ჩვენ გვქონდა კლინიკაში და განვიხილეთ ეს საკითხები, საკმაოდ შორწესული ფორმები იყო, საშუალოს ყელთან დაკავშირებით, ონკოლოგიური პათოლოგია, საშუალოს ტანთან მიმართებაში, საკვერცხესთან მიმართებაში და მაინც რატო ხდება, სად არის პრობლემა? ანუ იქნებ ჩვენ რაღაც მომენტში ექიმებიც არ ვართ სრულად, ახლა სოციოეკონომიკურ სტატუსებს ახლა ნუ გარუხილავთ რა თქმა უნდა მაგრამ იქნებ რაღაც ჩვენი მხრიდანაც არ არის ინფორმაციასთან დაკავშირებით სრულყოფილი, იმიტომ რომ გარკვეულწილად პაციენტი რომ მოდის ვიზიტის ფარგლებში რაღაც ჩივილს რო წარმოადგენს, ექიმები ძირითადად იმის ირგვლივ ტრიალებთ. ალბათ რაღაცა აკლია, რომ განგრძობითად პაციენტს ჯანმრთელობის მოვლა პასუხისმგებლობასთან აი ცხოვრების მანძილზე, ხო ეს ექიმთან ხდება ხან მშობიარობის შემდგომ, ხან ორსულობის დროს და რაღაცა არის ჩვენი მხრიდანაც დეფექტი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს მარტო პაციენტს ვერ დავაბრალებთ ამას, იმიტომ რომ არ მოდის, თუმცა არის მაგალითად საშუალოს ყელის კიბო, როგორც ასეთი, მისი პრაქტიკულად პრევენცია შეიძლება რომ არ დაემართოს პაციენტს, იმიტომ რომ საშუალოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზი ეს არის ვირუსთან ასოცირებული, პაპილომავირუსთან ასოცირებული სიმსივნე. შესაბამისად, იმის პრევენცია რო ჩავატაროთ, პრევენცია, ვაქცინაცია, სკრინინგი, აქედან გამომდინარე ძალიან შევამცირებთ ამ უკვე შორსწასული და განვითარებული სიმსივნეების რაოდენობას. მართლაბრძანებს ერთხელ მაინც ყველა პაციენტი ხვდება ექიმთან. ალბათ ჩვენ ექიმებმა უფრო მეტი არ უნდა ფოკუსირდეთ მხოლოდ იმ კონკრეტულ პრობლემაზე, რითაც მოგმართავს პაციენტი. მაგალითად, რუტინულ ეხოსკოპიურ კვლევაზეც რომ მოდის და მე გინეკოლოგთან, პაციენტს გონია რომ ეხოსკოპიური კვლევით, გაიკეთა ეხოსკოპიური კვლევა, იქ საშუალოს ნორმა, საკვერცხეები ნორმალურია, იქ პათოლოგია არ არის და გონია რომ ყველაფერი დამთავრებულია. თუმცა მაგალითად ყელის პათოლოგიების საწყის ეტაპებზე რუტინული ეხოსკოპიური კვლევით ჩვენ ფონს ვერ გავალთ. აქედან გამომდინარე, ალბათ ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი დრო აუხსნას პაციენტს, სწორად მივიტანოთ ის მესიჯები, რომ პაციენტმა იცოდეს, როდის რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა მიმართოს. მივიტანოთ, მე ყველა პაციენტს ერთნაირად არ აღიქვავს ინფორმაციას. თქვათ, ჩვენც რო პაციენტის როლში ყოფილვართ და მივდივართ ექიმთან, იქ უკვე აღარა ვართ ექიმები. ან ჩვენ ახლობელს, ჩვენ შვილს რო ეხება რამე თუნდაც ვიზიტი ექიმთან, ვერ ფიქრობთ ისე. მოწყვეტილი ვართ ამ სიტუაციას, ძალიან რთულია. ანუ წარმოვიდგინეთ, როდესაც პაციენტი შემოდის ექიმთან, ესაო კონკრეტული ჩივილით, ის ფოკუსირებულია იმაზე, დაბნეულია. ანუ თუ საჭიროა, მეც ჩვენ თანამშრომლები მაქვს დაფა, და ცნობილია ეს ჩემი დაფა, და გევარდა, მიჩვენია დავკარგო, გამოვდივარ საოპერაციოდან დაღლილი. ყველა ჩვენი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ეს პაციენტისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ანუ ეს ყველაფერი უნდა გადადო, დახარჯო 10-15 წუთი ზედმეტად და აუხსნა სწორად რა უნდა გააკეთოს. რის შემთხვევაში და ასეთ შემთხვევაში შესაბამისად ინფორმატიულობა მეტი იქნება და სწორად ეცოდინება პაციენტს როგორ უნდა მოიქცეს. იმიტომ რომ მაგალითად საშუალოს ყელის კიბოს საწყისი ეტაპები აბსოლუტურად განკურნებადია. იმიტომ რომ ეპითელიუმი, რომელთაც დაფარულია საშუალოს ყელი, შეიცავს 4 შრის უჯრედებს. ამიტომ შესაბამისად, როდესაც რაღაცა თუნდაც სიმსივნური პროცესი არის საწყისი, ის რო გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნეში და დაზიანდეს ეს სამივე შრე, ჩაიზარდოს ბაზალურ მემბრანაში, ამას სჭირდება დრო. შესაბამისად, თუ ამ სიმსივნეებთან ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩენთ, ძალიან მარტივად შეიძლება ამას უმკურნალოთ. საშუალოს ყელის სრულ განკურნებაზე აქ საუბარი, აქ არის შაქრიანდებაც ვერ განკურნა, ონკოლოგია შეიძლება სრულად განკურნო და დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში. აუცილებლად დროული დიაგნოსტიკის ამიტომ ეს არის ძალიან წამყვანი და არ იქნებოდა ესეთი შორტსტასული. ალბათ სკრინინგიც მეც ვფიქრობ, რომ ეს არის ნებაყოფლობითი, თუმცა უნდა იყოს გარკვეულწილად მოთხოვნადიც. შეიძლება რაღაც შეხსენებები მოხდეს პაციენტებისადმი, რომ ის უნდა ადგეს და მივიდეს, იმიტომ რომ ჩვენც ყოფილვართ პაციენტის როლში და გვეზარება, რა თქმა უნდა. და ეს ყველაზე ცუდია, რომ ადგე და გადაწყვიტოს შენ თავში გადალახო და მიხვიდე ექიმთან. ეს სრულიად გარკვეული კულტურაა საჭიროა ამისთვის, რომ პაციენტმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით და მეც იმას ვამბობდი, რომ როდესაც პაციენტი ვიზიტზე მოდის გარკვეული ჩივილით, ჩვენ ამ ჩივილთან მიმართებაში რომ
დავასრულებთ მუშაობას. ალბათ აი ცხოვრების მანძილზე რა წერტილები არის საყურადღებო, პაციენტს უნდა ამაზე დავხარჯოთ დრო, რომ არც სქესობრივად აქტიური ადამიანები წელიწადში ერთხელ იკეთებდნენ პაპ ტესტს მინიმუმ აქვს საუბარი, ხო? პაპ ტესტს, კოლპოსკოპიას, უტარებდნენ ვაქცინაციას, რაც პაპილომავირუსის წინააღმდეგო გადამწყვეტი აღნიშნული პათოლოგიის აღმოფხვრისთვის. თუმცა ახლა დაიწყო ბიჭების აცრაც, ანუ სტანდარტში არის შესული, რომ გოგონები უნდა ავცრათ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, თუმცა ახალი მოცემულობით რეკომენდაციებით სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდგომაც ვაქცინაციას მკაცრი გარკვეული კონკრეტული ჩვენებებით შედეგი აქვს. და მით უმეტეს სხვა სიმსივნეებსაც ერთებს, ხორხის, კოლორექტალურ სიმსივნეებს, ანუ ეს იმდენად ფართო მასშტაბია, რომელიც ერთი ვაქცინით შეიძლება ერთი ვაქცინაა, რომელიც ესეთი ფუფუნება გვაქვს, რომელიც გამოვიყენოთ. ხო, და ალბათ ექიმებიც ამაზე მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ყოველთვის. ანუ ასევე სხვა ონკოლოგიური, ანუ როდის რას ელოდება ადამიანი, მაგრამ მენოპაუზაში რა რისკები არსებობს, ვულვის კიბოს განვითარების, ანუ თითქოს უნდა გავყოთ ქალის ცხოვრება, სხვა ასაკები და როდის რა რისკებია, გარკვეულწილად უნდა ავუხსნათ. აი საყელის დავასრულოთ ყელის სიმსივნე, ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები კიბო 90%-ში პაპილომავირუსს ასოცირებულია, დანარჩენი 10% არის ცილინდრული ეპითელიუმიდან განვითარებული, თუმცა შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის ლიმფომა, რომელიც მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა, ყელის სარკომა, ტყელუჯრედული კიბოს პრევენცია შეიძლება. ანუ თუნდაც უკვე რო ვეძახით დისპლაზიას, ასეთ შემთხვევაში სამივე შრეს რომც იყოს დაზიანებული საშვილოსნოს ყელის ნაწილის მოკვეთით ხდება გამოჯამრთელება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქალბატონი დაორსულდეს, იმშობიაროს, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. მაგრამ შემდგომ აიცრას, მოიშოროს დაზიანება და შემდგომ აიცრას. ყელის კიბო ეს არის უფრო რეპროდუქციული ასაკისში გვხდება მისი პიკი. უფრო მენოპაუზაში საშვილოსნოს ყელის კიბოს პროცენტული მაჩვენებელი მცირდება. ტანის კიბოსთან შედარებით. მაგრამ ეხლა არის აქ მეორე ფაქტორი რა, როდესაც ასაკში შედის ქალბატონი, მას უკვე აღარ აქვს ინტერესი იცახის, რომ მე უკვე ეს ჩემი რეპროდუქციული ფუნქცია დავასრულე. შესაბამისად, რატო და რაღაცო მჭირდება ექიმთან სიარული, რატო უნდა მივიდე, იმიტომ რომ აღარ მაწუხებს ეს პრობლემა და ამის შემთხვევაში განსაკუთრებით ჭარბწონიან პაციენტებში, ვისაც აქვს დიაბეტი, მათ უკვე მენოპაუზის შემდგომ რისკები იზრდება საშვილოსნოს ტანის, კერძოდ ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებით. ესეთ შემთხვევაში პაციენტს სიმპტომი, კონკრეტული ესეთი გარკვეული სიმპტომი, რომელიც ამ პათოლოგიებს ახასიათებს არ არის. ანუ თუ მოგცემს სისხლიან გამონადენს, მაშინ უკვე პაციენტი შეშფოთებულია და ხოლმე ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად მოგმართავენ ექიმებს. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს ჩივილი ქონდეს. შეიძლება საერთოდ ჩივილები არ იყოს, მაგრამ ეს პროცესი საწყის სტადიაში იყოს და იზრდებოდეს, ვითარდებოდეს. მენოპაუზაში სისხლდენა არის ალარმი, ანუ აუცილებელია. მენოპაუზაში სისხლდენა ეს არის წითელი შუქი, რომ უნდა აუცილებლად მიმართო ექიმს, მაგრამ არ უნდა მივიდეთ ამ წითელ შუქამდე. ეს არის ანუ რუტინული ესეც ალბათ აქ კიდევ ექიმების პრეროგატივაა ეს, რომ ამ პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ თუნდაც დადის ფერტილურ ასაკში, რომ ის რო გადავა მენოპაუზაში, მაშინ რაზე უნდა მიაქციოს ყურადღება. იმიტომ რომ საშვილოსნოს ტანის სიმსივნეების ადრეული სტადირების შემთხვევაში თვითონ სიმსივნეები განსხვავდებიან, სიმსივნეები ბუნებით ერთმანეთსგან განსხვავდებიან, როდესაც არის ნაკლებ აგრესიული, არ არის გავრცელებული, არის ძალიან ზედაპირული ჩასტა, თუნდაც რადიკალური ქირურგიული მკურნალობით მიდგომით ხდება მისი სრული განკურნება. უფრო ანუ დრო ამ შემთხვევაში კარგად არ მოქმედებს. ანუ დროის ფაქტორის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თუ კუნთოვან ქსოვილში ამ სიმსივნის ინვაზია ანუ ჩასტა არის 50%-ზე მეტი, თვითონ ოპერაციის მასშტაბებიც ერთმანეთსგან განსხვავდება. ასეთ შემთხვევაში გვიწევს ლიმფური კოლექტორების ამოღებაც, რომელიც ტექნიკურად კი დახვეწილია ეს ოპერაცია, მაგრამ ამას გარკვეული დიდი ტრავმატიზმი აქვს, რომელიც იწვევს ლიმფოკისტების ჩამოყალიბებას
შეშუპებას, შემომთელი ცხოვრება ფეხების შეშუპება დარჩეს პაციენტს. ამის პრევენცია არის, რომ ჩვენ გეგმავთ, რომ კლინიკაში დავიწყოთ მოდარაჯეს ლიმფური კვანძის აღმოჩენა, რომლის შემთხვევაშიც თუ ამ მოდარაჯე ლიმფურ კვანძში არ იქნება ესე ხშირად რო ვთქვათ მეტასტაზური დაზიანება, ვამთავრებთ და აღარ ვაგრძელებთ ანტი და ტრაუმულ ოპერაციებს. თუმცა ლაპარასკოპიული ლიმფოდისექციებმა მეტნაკლებად ეს ტრაუმატიზმი შეამცირა, მაგრამ ვერ აღმოფხვრავს, იმიტომ რომ მასშტაბი ოპერაციის ერთი და იგივეა, ხო ეს მიდგომა სხვადასხვა ამ შემთხვევაში. მაგრამ დროული დიაგნოსტირება, ყველა ალბათ ქალბატონო ხედავთ თანხმდები, რომ ყველა თემას უნდა დავამატოთ, რომ აუცილებელია დროული დიაგნოსტირება და აი ამ კულტურის გამომუშავება, რომ აი ძალიან რთულია ხოლმე დღევანდელი ცხოვრებით, რომ ვიმსჯელოთ, ბევრი ადამიანისთვის რეალური პრობლემა არის, მაგალითად ექიმთან მისვლა კონსულტაციაზე, შემდგომი კვლევების ჩატარება, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით თუნდაც, მაგრამ აი ეს კიდე უფრო მეტად დაზოგავს რეალურად მისი მის ცხოვრებას, ხო, რა თქმა უნდა, და იმ პრობლემას რის წინაშე შეიძლება ადამიანი აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა იგივე სკრინინგი ჩატარება ისედაც შესაძლებელია, ხო, რამხელა უფასოდაც შესაძლებელია, მაგრამ მაინც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ ხოლმე თუნდაც სკრინინგში ჩართულ ექიმებს, რომ პაციენტი მოიყვანონ კლინიკაში და ეს ნორმა დაცული იყოს პაციენტთა მიმართებაში, რომ დროული სკრინინგი, სარწევე ჯირკვალთან, საშუალო ყელთან მიმართებაში და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ჩვენ ალბათ მეტი უნდა ვიმუშაოთ ცალკეული ვიზიტების ფარგლებში. მაგალითად, საშუალო ყელის კიბოს გენეტიკური წინასწარ განწყობა არ აქვს, თუმცა საკვერცხის სიმსივნეებთან ამას ვერ ვიტყვით. ამიტომ ეს სკრინინგი შეიძლება თვითონ პაციენტების დაყოფაც მოხდეს, ვინ უფრო მაღალ რისკშია და შეიძლება წინასწარაც გამოვლენილი იყოს, რომ პაციენტმა თვითონ მიაქციოს, თქვა, კონკრეტულ ინდივიდუალურ პაციენტმა მას რა რისკ ჯგუფი აქვს დაახლო, რომელი სიმსივნის განვითარების გენეტიკის გათვალისწინებს, რასაც ჩვენ პათოლოგიებში განსაკუთრებით საკვერცხის კიბოს შემთხვევაში აქვს განამწყვეტი როლი. საკმაოდ რთულად სამართი არის, აი განსხვავებით ყელისგან, რომლის ასე თქვა წინასწარი კვლევები არსებობს, რომელიც პრედიქტორებს გვაძლევს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში, აი საკვერცხესთან მიმართებაში ესეთი რესურსი გენეტიკური ფაქტორთან თუ გავცალკევდებით არა გვაქვს, ხო? საკვერცხის კიბო საკმაოდ რთულად სადიაგნოსტიკოა, იმიტომ რომ საშუალოსნოს ყელიდან, ხრუდან ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ბიოპსიური მასალა, ავიღოთ ციტოლოგია, რომელიც ძალიან მარტივია და რაღაც გარკვეულ პროცენტულ მაჩვენებელში შევამციროთ და დავადგინოთ, ვინ არის ჯგუფში. რასაც მოკლებული ვართ საკვერცხის სიმსივნეების შემთხვევაში, რადგანაც არსებობს ჯერჯერობით ისეთი მარკერი, მოგონება არის ონკომარკერები, თუმცა ესეც სკრინინგია, ეს არასრულყოფილია ნებისმიერი მანთებითი პროცესის ენდომეტრიოზის შემთხვევაში შეიძლება მარკერები მომატებული იყოს, თუმცა როდესაც თქვათ მარკერი 20 ჯერ და 30 ჯერ არის მომატებული, ეს ჩვენთვის უკვე სასიგნალო ნიშანია, რომ რაღაცა ეძებე. ეს არ მიგინიშნებს, რომ კონკრეტულად რომელი პათოლოგია თუმცა არის სასიგნალო ნიშანი, რომ უკვე უნდა დავიწყოთ ძებნა. საკვერცხის რა თქმა უნდა ისევ და ისევ ინფორმირებულობა. საკვერცხის სიმსივნის დიაგნოსტიკის შემთხვევაში ყველაზე მარტივი მეთოდი ეს არის რუტინული ეხოსკოპიური ულტრაბგერითი კვლევა. ვაგინალური ეხოსკოპიას მაღალი ინფორმატულობა აქვს უკვე შემდგომ MRT-ს საჭიროებას. ეს რო გამოვავლინოთ, როცა გამოვავლინთ უკვე ჩვენ საწყისი სამიზნე როცა გვაქვს, მე ეს კვლევის მეთოდები არსებობს და აქ უფრო ხელგაშლილი ვარ ჩვენ, თავარი რომ ეს საწყისი გამოვავლინოთ, იმიტომ რომ საკვერცხის სიმსივნეს ავთვისებიან სიმსივნეს არ აქვს ისეთი საწყის ეტაპებზე არანაირი სიმპტომი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ აქ რაღაცა იეჭვე და რაღაცა კვლევები ჩაატარე. იმიტომ რომ როდესაც უკვე აქვს სიმძიმის შეგრძნება, კუჭის მოქმედების პრობლემა, ტკივილი, დისკომფორტი, ეს უკვე მუცელში ზომაში მომატება, ეს უკვე სამწუხაროდ შორს წასულ შემთხვევებზე მიგვანიშნებს. რაც შეეხება ასაკობრივ გრადაციას, საკვერცხის სიმსივნეში, რა ვთქვათ, თუ თქვით, რომ ტანის სიმსივნე
ვთქვათ 20 წლის გოგოს არ დაემართება ესე საკვერცხის სიმსივნეებზე ესე ვერ ვიტყვით იმიტომ რომ შეიძლება ძირთად არის ეპითელური სიმსივნეები მაგრამ არის სტრომული სასქესო უჯრედების სიმსივნე რომელიც შეიძლება ძალიან პატარა ასაკშიც აღმოვაჩინოთ ამიტომ ალბათ აქაც ჩვენ და მშობლებმაც სამიზნე ეხოსკოპიური კვლევა უნდა გაკეთდეს რომ ვიცოდეთ ელემენტარულად რა ხდება და იმიტომ რომ არის ესეთი თვითონ საკვერცხის სიმსივნეებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი ბუნების მიხედვით მაგალითად უფრო ახალგაზრდა ხალბატონებში არის მოსაზღვრე სიმსივნე საკვერცხის რომელსაც ძალიან კარგი შორეული პროგნოზი აქვს ანუ არარადიკალური ოპერაციის შემთხვევაში შეიძლება მარტო ეს წარმონაქმნი ამოიღო აიღო იქ მასალები წესის მიხედვით სამიზნე უბნებიდან და თუ მოგივიდა რომ ეს არის საწყისი სტადია გავრცელებული არსად არაფერი არ არის შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში შემდგომ არანაირი პრობლემა არ დაუდგეს გოგონას გათხოვდეს დაურსულდეს იმშობიაროს ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაში არის ადრეული დიაგნოსტირება აი როგორ 100%-იანი ეს ეხოსკოპიური კვლევაც არ არის მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი შკალები იოტას 200 კლასიფიკაციით რომლით მიხედვითაც მსჯელობთ რამდენ პროცენტში შეიძლება თუნდაც კისტური წარმონაქმნი იყოს თქვათ მიდრეკილი ავთვისებიანობისკენ ამიტომ ეხოსკრუტინული ეხოსკოპიური კვლევა საკვერცხის ადრეული სტადიების განმავლობაში აუცილებელია. რომელიც ძალიან მარტივია, უნებელია. ყველაზე უნებელი მეთოდია. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე საჭირო ეტაპური ლაპარასკოპიის ჩატარებაც, ხო? ანუ რადგან საკვერცხის ონკოლოგიური პათოლოგია ბიოფსიური მასალით დიაგნოსტირდება. ზუსტად ერთი თვის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც და რამოდენიმე შემთხვევა მქონია, როდესაც არის მეტასტაზური წარმონაქმნები რადიოლოგიურად პირობითად მაგრამ შეიძლება ასეთი პროცესი აღენიშნებოდეს ტუბერკულოზს, ანთებით დაავადებას. ამიტომ აუცილებელი არის სწორი დიაგნოსტიკა. იმიტომ პირდაპირ რადიკალურ მკურნალობაზე წასვლა თუ დასმული სწორად დიაგნოზი არ არის გაუმართლებელია. იმიტომ რომ საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში რადიკალური ოპერაცია ძალიან დიდი მასშტაბი, რომელიც ძალიან ტრამულია პაციენტისთვის და რადიკალურად მისი ცხოვრების ხარისხს შემდგომში ცვლის. ამიტომ ჯობია ალბათ, როცა პაციენტი მოდის, როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, მისი ათვლის წერტილი იწყება მაშინ, როდესაც ის დაავადებას გაიგებს. და რატომღაც ძალიან ყველა ჩქარობს, რომ დღეს თუ გავიგეთ, 5 დღეში უნდა უკვე ჩამოყალიბდეთ და ოპერაციაც გავაკეთოთ, მაგრამ ესე არ არის. ის დაავადება მანამდეც ვითარდებოდა შესაბამისად გარკვეული დრო სწორ დიაგნოსტირებას სჭირდება. ამიტომ ხშირად ვაკეთებ თუ შეგვიძლია ბიოფსიით გავთ, თუმცა გავრცელებული სიმსივნეა ბიოფსია ავიღოთ, თქვათ არა ტრანსკუტანეულად, თუ არის სამიზნე, თუ არ არის და არის მუცლის ზღვრში ვაკეთებთ ლაპარასკოპიას. ამით ხეშად რო თქვათ ორ კურდღელს ვიჭერთ, ერთი სამიზნე მასალებს ვიღებთ, სვავთ დიაგნოზს და შემდგომში ვაფასებთ შემდგომში რამდენად რეზექტაბელური, ანუ რამდენად შეიძლება ამ სიმსივნის მკურნალობის შემდგომ ამოკვეთა. ნუ როგორც ირკვევა საკვერცხისთან მიმართებაში გაცილებით უფრო რთული არის დიაგნოსტირება და პირველადი ეტაპების გამოვლენა ცხადია, შესაძლებელია დაგვჭირდეს ეტაპური ლაპარასკოპია ბიოფსიის. იმიტომ რომ მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრავაში ამ ეტაპური ბიოფსიას განწყვეტი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არის ზოგიერთი ესეთი შემთხვევა, როდესაც ნაწლავის კარცინომატოზი, ანუ ეს მეტასტაზური დაზიანებები არის ნაწლავის ქსოვილზეც და ქირურგი თulis რომ ამას რადიკალურად ვერ ამოიღებს, ამ შემთხვევაში უკვე ძერ სისტემური თერაპიით ვიწყებთ და შემდგომ უკვე შედეგის მიღების შემდგომ მივდივართ ამ მასშტაბურ რადიკალურ ოპერაციებზე. მაგრამ კიდევ და კიდევ ალბათ ჩვენი დღევანდელი თემის ამოსავალი წერტილი არის რომ დროული პაციენტის მოსვლა ექიმთან და დროულად სწორად დიაგნოზის დასმა, რაც მოასწავებს კარგ შორეულ გამოსავალს. ნამდვილად ვთანხმდებით ამაზე, რომ პაციენტებთან მეტი შრომაა საჭირო ექიმების მხრიდანაც და მათი მხრიდანაც ალბათ უნდა გაითვალისწინონ რამდენი ინფორმაციას იღებენ, რა თქმა უნდა, რამდენი საშუალება არსებობს და გაითვალისწინონ ის თუ რა არის მნიშვნელოვანი, იცოდნენ ცხოვრების რა ეტაპზე, რა საკითხები არის აქტუალური ჯანმრთელობასთან მიმართებაში გინეკოლოგიაში, არა მხოლოდ ორსულობა და შვილები არის მნიშვნელოვანი, როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე.
საქმე და ყველა ასაკს თავისი სამიზნე ინტერესები გააჩნია, როგორც კეთილთვისებიან დაავადებებში, ესევე ონკოლოგიურ პათოლოგიებში და მე გისურვებ წარმატებებს ყველა პაციენტთა მიმართებაში გამარჯვებას, ხედავ როგორ იხარჯებით სრულად ფიზიკურად, ემოციურად, მათთან პრე და პოსტ მართვას და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის შეთამაშებული მუშაობით, ქირურგების თან ერთად მაშინ როცა თქვენ ბრძანებთ, რომ აი შესაძლებელია ნაწლავის რეზექცია საჭირო გახდეს, როცა გავრცელებული პროცესია საკვერცხესთან მიმართებაში, თქვენ აკეთებთ უზარმაზარ ოპერაციებს, პერიტონიუმექტომიებს და ამ პაციენტებს ეს არის დიდი ოპერაცია, მატრაუმირებელი ოპერაციები და საბედნიეროდ იმართება ისე, რომ გართულებებს არ ქონია ნამდვილად ადგილი და წარმატებები მუდმივად გულშემატკივრობთ. ალბათ დღევანდელი ჩვენი რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი მიზანი მოკლედ შევეხეთ ყველა იმ საჭირო საკითხს და ბევრი და შევეცადეთ რომ ჩვენი მსმენელისთვის მიგვეტანა ის საგვანძო წერტილები რომელიც შესრულების შემთხვევაში მოასწავებს მათ მომავალ ჯანმრთელობას. დიახ და ანუ ის რომ დროული დიაგნოსტირება შიშს არ უდრის, დროული დიაგნოსტირება განკურნებას უდრის. ანუ სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ. არ უნდა ვიყოთ, დიახ და ანუ პაციენტებმაც ეს უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება ონკოლოგიური დიაგნოზი არ იყოს, ასე ვთქვათ, ის რომელსაც ვერ განკურნავთ. თუ დროზე აღმოვაჩენთ, მას უფრო მარტივად განკურნავთ, ვიდრე მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიას ან შაქრიან დიაბეტს და ნამდვილად, როდესაც არსებობს საშუალებები, ტექნოლოგიები განვითარდა, დიაგნოსტირების რადიოლოგიური მხარდაჭერა საკმაოდ გამართულია მედიცინაში, უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იგივე ჩვენი შვილების კარგად ყოფნისთვის შემდგომ უკვე. მადლობთ ალბათ. მადლობა ბატონო დავით, ძალიან საინტერესო იყო და მომეწონა ეს ფორმატი. მადლობა. ნახვამდის.